მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა. დღეს ჩვენ გვექნება FC Mobile-ის ვიდეო. სანამ დავიწყეთ პირველ რიგში და გვავიწყდეს არხის გამოწერა, ვიდეოს და ლაიქება, ზარზგრაკის გააქტიურება. დღეს ჩვენ გვექნება ასეთი ვიდეო, დავიწყებთ ბანძი ფეხბურთელების გუნდით და დავატრიალებთ სპინს დავატრიალებთ და რა ქვეყანას ამოგვივა, იმ ქვეყნით უნდა ვიყიდოთ ფეხბურთელები, იმ ქვეყნის ფეხბურთელები და ბოლოს პოზიციას დავაწყობთ, რამე კარგი წყობა უნდა იმას ვქნათ. ფეხბურთელები ვიყიდოთ, გვექნება 151 მილიონი და ნახოთ როგორ წავა ჩვენი საქმე. იმედია ყველაფერი გამოგვივა, ყველაფერს კარგად ვიყიდით და კარგი დაიწყება. ავატრიალებთ პირველ სპინს. წავიდა ჩვენ ხო სპინში გვაქვს არგენტინა, ნორვეგია, შვეიცარია, გერმანია, ესპანეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, საქართველო, ნიდერლანდები, ურუგვაი, ინგლისი. და ხო, არგენტინა უკვე ვთქვი, კარგი დავატრიალებთ სპინი და ამოგვივიდა პირველი ურუგვაი. კარგი, ურუგვაიში ვინ ვიყიდოთ ახლა? გადავალთ FIFA-ში, ურუგვაი აგერ არის ურუგვაი, აქ მაინტერესებს ახლა რომელი ჯობია. რომელი სუარეზი ხო არ ვიყიდნე და არ გამოვა აქ ვფიქრობდი დიდი ხანი ვფიქრობდი ხო ეს ვიდეოზე დადებული ხმა ახლა ვიდეოს დროს შემთხვევით ხმას თუნდაც ხმას არ ვიწერდი და ბოლოს ნახავთ ვინ გადავწყვიტე რომ მეყიდა თავიდან ბევრს ვფიქრობდი აგერ ესეც გადავწყვიტე ფრანჩესკოლი სუარეზით გადავწყვიტე რომ მეყიდა ბევრს ვფიქრობდი და ფიქში დროც კი გამეწელა და ბოლოს გადავწყვიტე დიეგო ფორლანი რომ მეყიდა. ასიანი, კარგი ფასა დიეგო ფორლანი. ხო, ფორლანი მაქვს ბოლოს ნაყიდი, გადაწყვეტილი. აქ სტატებს ამოძრავ დიეგო ფორლანის და ფასიც მომწონს ყველაფერი მომეწონა. და purchase ვიყიდეთ დიეგო ფორლანი. როგორი იქნება და როგორ გამოგვადგება გუნდში უკვე ჯერ არ ვიცით. გადავდივართ ახლა სპინში და ხო. იგივე ვიყიდეთ დიეგო ფორლანი, climb players. წავალ და ვაყენებ, უბრალოდ ჯერ ეს სპინი დრო სპინია. შედი კლუბი, my team. ეს ხო, ჩემი გუნდის ფეხბურთელები, დიეგო ფორლანი დავაყენო სტრაიკერად. და პლუს 71 ველზე ავედით რომ 4 სკილ პოინტი რა თქმა უნდა წავა შუტინგებში და ლუწუ და false 9 გაიხსნა ანუ იგივე ციფრ და full 9. კარგი გადავიდეთ სპინში დავატრიალოთ სპინი აქ ურუგვაი ამოღებული არ მაქვს და მოვიწყდა ბრაზილია ბრაზილიაც ამოგვიდა კარგი ბრაზილია ვინ ვიყიდოთ ახლა ბრაზილიელი ხო ეს ვიდეო დიდი ხნის წინ არის ჩაწერილი ახლა ვახმოვანებ და დამბავთ ვინ ვიყიდე ბრაზილიელი შევიდეთ ბრაზილიაში ვინ წავა ბრაზილიელი იგენი მინდა დამყავდეს ახლა ვინ წავა და ბრაზილიაში ვარნაინი რაც ვიხს ფიქრობ ვინ ვიყიდო ბრაზილიაში აქ ხო ჯერიზოს აქ სოკრატე ბოლოს სოკრატესი ვიყიდე ბოლოს სოკრატესი ჯობდა ფასითაც და სტატებიცაც ვინც გადავამოწმე თან ნახევარმცველი იყო სოკრატესი აქ ველოდები როდის იყიდის სოკრატეს იყიდა კაკაზომ გადავედი და ვაყენებდი გუნდში და ვაყენებთ ახლა გუნდში ჩვენ სოკრატესი ხო ნახევარმცველში შევცვლით აქ დეტალებში რა თქმა უნდა სკილ პოინტებს ვიყენებთ ყოველთვის აქ პასინგები გვჭირდება და ქართ პოზიციას გაიხსნა ატაკის მიდფილდი ცენტრ ატაკის მიდფილდი ახლა ასეთი სვეებით გადავცლი სოკრატეს ასე ჩოლო გადავცვალე სოკრატეს და ხო 74 კაი ახლა გადავალთ სპინში
გადმოვედი სპინში, ვატრიალებს და ვინა მოვიდა ინგლისი. ინგლისიც ამოგვივიდა, შევიდეთ მარკეტში. National region, England. და ვიყიდოთ ვინმე კარგი. ხო, აქ ამ კარდის კარდები რომ დავინახე გამოსტერებული ვიყავი, რა თქმა უნდა. კარდები იყო გამოსული. მე არ დამიგზავნა ხაროთ, ვიყიდოთ უნდა პირველ რიგში ვინ. ვეძებთ მურეს ვირჩევთ ასიანი მურე. თუ მურე ასიანი ცველი, ცენტრალური ცველი, აიკონი, ძალიან იაფი, ვიყიდეთ. ამასაც დავაყენებთ ახლა გუნდში. სავარაუდოდ პროფილზე მიხვდებით როგორი გუნდიც მექნება აწყობილი ვიდეოს სურათზე პროფილზე. როგორი გუნდიც იქნება აწყობილი, მაგრამ მურე გადავაყენოთ სვაპით. ყველაფერი კარგი რომ აქ. აქ ვათვალიერებთ სტატებს მაინტერესებს. ყველაფერს პლუსი ექს მაგას კონსანჯდება. ნაჩვენე მეც ავედი და სამი მოგვიმატა. მურე შემოვანით. კარგი. ახლა ნეტა ვის დავაგდეთ, ჯერ რასაც ვაკვირდები, ხო აქ skill point-ები რომ გამივცე. და ნახოთ, გავაგზავნოთ, მურეც შეყვანილია. გუნდში აქ უკვე წაშლილი მაქვს, ეგენი და ნორვეგია. ამოვარდა ნორვეგია. გადავიდეთ მარკეტში. და ვიყიდოთ ვინმე კარგი ნორვეგიელი ფეხბურთელი. ინგლისი რო ამონიშნული. წაშლილია. ნორვეგიელი ფეხბურთელი ეს იქნება ნორვეგია რა შორს არის ეს ნორვეგია სად არის? მაძებინია თავი რამდენი ხანი. ნორვეგია. აქ ხომ მომძებნოთ ისე დაბალი ფასის ფეხბურთელი. კლარსენი შეიძლება ეს სოლკჯაიერი. კიდე მეტი შარლოტი შეიძლება. ეს ოდეგორიც კარგი იქნება. ტოტსი. შეიძლება ამის ყიდვა 99-იანი. და ნახოთ ხო ვიყიდი. ოდეგორი ხო, ოდეგორიც ვიყიდეთ, მაგრამ აქ გამახსენდა რომ ოდეგორი მყავს გუნდში. ნახოთ რაღაცებს გამახსენდა ოდეგორს ჩავხსნი. სავარაუდოდ ესეც თუ გამახსენდა დროზე აქ მაინტერესა ხნეტა შეიქნა არ ვქნა ოდეგორი ჩახსნა თუ ვიყიდე ოდეგორი ისეთი. ვიყიდე ოდეგორი ისეთი თუ არა. ჯობია. რომელი ვქნა ჯეჯობით ვერ ვხვდები. აქ ხო ვაკვირდები ჩემ ფეხბურთელებს, აქ გადავედი ორდერში და ალბათ ყველაფერს პასუხი უკვე ჩავხსნით. ნორვეგიელი ფეხბურთელიც ყავს უკვე. მარტინ ოდეგორი. შევიდეთ კლუბში და დავაყენოთ მარტინ ოდეგორი. მარტინ ოდეგორი 69. სამი პლეის.
კარგი 80 ოვერალზე ავიდა უკვე გაყვიტლდა ეხლა სპინში გადასვლის დროა მაგრამ ხო გადმოვიდეთ სპინში თავშალეთ ნორვეგია და შემდეგი ქვეყანა ამოვა შვეიცარია არგენტინა ამოვიდა შემდეგი ფეხბურთელი შემდეგი ქვეყანა უბრალოდ და არგენტინელი ფეხბურთელი ავდეს მესი ვიყიდი ვინ იქნება ვნახოთ შევიდეთ სიჩი აქ არგენტინა პირველივე იქნება ხავარაუდოთ ხო მალეა მესამე ხაზშია მესამე ხაზის პირველი გადავედით არგენტინაში ვიყიდოთ მე არგენტინელი ფეხბურთელი არ გვაქვს ჯერ აქ არ ყავს არგენტინელი ფეხბურთელი რატომღაც ახო დავფიქრე რომ ჰალანდიც მყავდა ნორვეგიელი საჩუქარი რომელიც გაჩუქა თამაშმა მაგრამ მოდეგორი ვარჯობინ კარგი ჩვენ ახლა აქ ვინ ვიყიდო არგენტინელი თანიაფი მეც მინდა მესი მილიარდი ღირს და ესა აქ ნუმერონი ჯობია მაინც გადაწყვეტეთ ან ნახევარმცველი კარგია ნახევარდაცვაც შევსებული მეყოლება კარგი ნაკ ვაგვირდები იქ სამი ფეხბურთელი მყავს ნაკიდი ჯერჯერობით ფორლანი სოკრატეს მური და იყიდა ვერონიც დავაყენოთ გუნდში ახლა ვერონი ნაკიდი ვერონი რომელიც კარგი ქარტი არ მგონია იყოს ასე თუ ისე მაგრამ იმიტომ რომ როცა აფიღეს საერთოდ ფიფაში ყველაფერი კარგი არ არის აქ არ უნდა დაუჯირო ოვერალს უნდა იმდო მხოლოდ მის დატებს არც ოვერალს და არც ფას ან ფასი თუ მაგალითად ანუ კარგია რა თქმა უნდა ეგ ხო ახლა ვერონ შევცვლი ჯერ აქ სატებს შევხედით თან სკილ პოინტებსაც ვიყენებ სადამო გაიხსნა დამატებითი პოზიცია 98%-ით რაზეც დგება ვერონი ვიპოვეთ და ვაყენოთ ფლანგებზე შევძლია და რა თქმა უნდა თამაში ვიკეთეთ ხო დავაყენოთ +3 მოგვსაკიდია მან 93-იანი გახდა ჩვენი გუნდის როძალა და ასეთი ფეხბურთელები ყავს ჯერჯერობით გადავედით სპინში წავშალე ინგლისი დავატრიალოთ და მოგვივა შვეიცარია შვეიცარია ვნახოთ როგორი იქნება ახლა შვეიცარიის ფეხბურთელები გუნდში მყავს გრანიტ ჯაკა მან ნახევარმცველი ხო არგენტინელი ვერონი ვიყიდი რა ხდება ჯანდაპა ვერონი უნდა გავყიდოთ მაშინ იმიტომ რომ ჯაკა მყავს გვენაღი გუნდში უნდა გავყიდო ვერონი და სხვა არგენტინელი უნდა ვიყიდო აჰა ესე იგი გავყიდოთ არგენტინელი ვერონი ვიყიდოთ მაგრამ ზოგადად გაკეთებსაც ვფიქრობ არგენტინელი ვერონი გაკეთებსაც ვფიქრობ ახლა რომელი გავყიდო არ ვიცი და ახლა პასუხსაც ვნახოთ აქ ჯერ შვეიცარიაზე მივდივარ შვეიცარია უნდა ვიმოსკნავებო ხო შვეიცარია უნდა გადავამოწმო ფეხბურთელები შვეიცარლენდი ფეხბურთელები შვეიცარი და ნუ ჯაკა მაღალი მოწოდების სიმაღლეზე on მაგათო ჯაკა და კვებელი ძვირი ეს რომელიც არის სასწავლებელი და მამა ჯაკა უფრო გამოსადეგარი ჩემი აზრით მე ნახევარმცველი არ ვიცი სხვა პოზიცია გვჭირდება და ვეძებ სხვა პოზიციის ფეხბურთელს და
ესეც ნაპოვნი არ იქნება ჯერჯერობით. აქ როდესაც კარგი იქნება ფასი აქ ცოტა ესეთი და გადავწყვიტე აქ ასეთი რამე უკვე ხედავთ ჯაკაც აყენებულია იქის გაყიდულია ვერონის გაყიდულია თუ არგენტინელი ფეხბურთელი კოკ საყიდელი ვინმე სხვა ჯაკა დავაყენე ახლა ვერონს ვიყიდი და ვერონს გავყიდი და ვინმე სხვა წესი არ არგენტინელს ვიყიდი ხო არგენტინელი აქ არ მყავს კარგად აკვირდები მაინც არ მყავს არგენტინელი სამწუხაროდ გუნდში სხვა სხვა ახლა გადავდივართ national region არგენტინია და ვინ ვიყიდოთ არგენტინელი ნახევარმცველები კი არის ამოწურული საკმაოდ და ვინ შეგვჭირდება ახლა არგენტინა ხელში და ეს ფეხბურთელი იქნება ნახოთ ვინ ნახოთ ვის დავიდო ვის ვიყიდი იმიტომ რომ აქ ისეთი არჩი კარგი არჩევანი არის ბევრია საკმაოდ მაგრამ ეს დაბლები არიან ძალიან ფასად მცველი შეიძლება რომერო აგერ ხო 18-იანი ვიყიდო კიდე ისეთი ვინმე შეიძლება ვინ შეიძლება ზანეტი შეიძლება სულ 17-იანია ფასიც კარგი აქვს ხავიერ ზანეტი მარჯვენა მცველის პოზიცია აგლოძ მაინტერესებს და იაფი არც ერთი არ არის 94-იანი განაჩოც რომ გინდოდეს ეგეც კი ღირს 92 მილიონი და თავშალე რაღაც უნდა აღარ მინდა ლუწოდა საბოლოოდ მინდა ხავიერ ზანეტი 15,900,000 ვყიდულობ მას ხო მარჯვენა მცველი პოზიციას მოგვარებული იქნება და ზანეტი დადგება და დამჭირება მხოლოდ მეკარე ორი მცველი და მარცხენა და მარჯვენა შემტევები ცენტრალური და განაპირა მცველი მარცხენა და მარცხენა მარჯვენა შემტევები ვისაუბრეთ ფასი მომუმატე რო ის არ ყიდულობდა 17 მილიონად აღარ გამოვიდა და 17 მილიონად ვიყიდულობთ ეხლა ჩვენ ზანეტის 17,400,000 ველოდებით ზანეტს და ზანეტის ვიყიდეთ გადავდივართ ეხლა უკვე გუნდში და დავაყენოთ უნდა ჩვენი ზანეტი ნახოთ რამდენს მოგვიმატებს overalls ჩვენი მისია არის რომ გადავწეთ 100 overalls ratings ანუ იგივე გუნდის 100 ratings უნდა გადავწეთ და ნახოთ თუ გამოგვივა ეს ხო აქ skill point-ები defending გავაძლიერე ზანეტის defending გავაძლიერე და +4 გახდა 97 overall ახლა ვადრიალებთ აქ შვეიცარია წავშალე ვადრიალებთ სპინის და ამოვიდა საფრანგეთი ფრანგიც მყავს მე გუნდში უსმან დემბელე რომელიც არის ფრანგი და დავაყენოთ მას გუნდში მცველის მყავს ფრანგი უპამეკანო მაგრამ დემბელე იყო წავშალეთ საფრანგეთი ვადრიალებთ 4 ქვეყანა გვაქვს დარჩენილი და ამოვიდა გერმანია ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ
გერმანელი გუნდში მიმყავს ჯემალ და ჯონათან ტა. პლუს 3 არის 92-იანი ყავს გუნდი უკვე. გონი ვერ ვასრულებთ, არ მგონია წარშალეთ გერმანია, ნახოთ ვინ ამოვა შემდეგი ხანა. ჰოლანდია, ნიდერლანდები იგივე. და ნიდერლანდი ფეხბურთელიც ყავს. ვან ბასტენი და ფრიმპონგი. ფრიმპონგის პოზიცია დაკავებულია. ვან ბასტენი შეიძლება დიეგო ფორლანი გადავა მარცხენაზე და ვან ბასტენი შემოვა სტრაიკერად წინ. და გახდებით 95-იანი. ახლა ვან ბასტენი მარცხენაზე არ იქნება კარგი და ჯობია მისი პოზიცია ცენტრალურ ფორვარდად დაუტოვოთ და ფორლანს მარცხენა შემტევი შეუძლია კარგად. და დარჩენილია ორი პოზიცია. მარცხენა მცველი და მეკარე. ორი ქვეყანა, საქართველო, ესპანეთი. ნახოთ რომელი ამოვა პირველი. ეს არის ესპანეთი. კარგი. ესპანელი ფეხბურთელი გჭირდება ჩვენ, კარგი. ესპანელი ფეხბურთელია, გუნდში მიმყავს ესპანელები. ეგ გადასახედი მყავს, ჯერ იქნება გუნდში მყავს. და გუნდში არ მყავს ესპანელი ფეხბურთელი. ხო, გუნდში არ მყავს ესპანელი ფეხბურთელი. რაც იმაში ნიშნავს, რომ უნდა ვიყიდოთ ჩვენ ესპანელი ფეხბურთელი, ან მარცხენა მცველი, ან მეკარე. მაგრამ უფრო მარცხენა მცველი ჯობია, იმიტომ რომ მეკარეზე ქართ მამარდაშვილის ვიყიდით, იმიტომ რომ საქართველოს დარჩენილი. და მარცხენა მცველი ესპანელი ბევრია, აქ ბალდე, გრიმალდო, კაპდევილა, კუკურეა. ხო, მაგრამ ძვირი არის, ცოტა ისე უნდა იმას ვქნათ, მოუძებნოთ. აქ შეიძლება აქ ქარდებიდან კაპდევილას ყიდვა და კაგერ ხორდიალბაც, რომელიც კარგია, შეიძლება ხორდიალბას ყიდვას. კი ბატონო. შეიძლება კარგია, ყველაზე კარგი ვარიანტია ხორდიალბა. აქ ორი ქარდია კიდე გვერდზე MLS-ის. ეს რეტრო სტატები შევადარე, მაგრამ ხორდიალბა ვყიდულობ 99-იანს ვყიდულობ, მე ბევრი ფული აღარ მრჩება, ასე რომ ვყიდულობ 98-იანს ხორდიალბას და ახლა გადავალთ მეკარეზე საკიდლად. National Region და Georgia. საქართველო, აქ მამარდაშვილის მაქო საფიქრო კვარაცხელას კიდე შეიძლება და კიდე მარცხენა დროზე რო ამოვიდო კვარაცხელა შეიძლება მეყიდა მარცხენაში მდევად. ხო, აქ მამარდაშვილი დაგვრჩა მარტო მეკარე საკიდი, აქ ეს ძალიან ეს ვიღის. ყველაზე დაბალი ფასი აქვს 62 მილიონი და აქ არის ევროს მამარდა და ქვევით არის ევროპის ჩემპიონატის მამარდა. აქ ესე ვერ იყიდა. ჯერ ჯორდიალბა. ქვემოთ არის ევროპის ჩემპიონატის მამარდა. აქ კვარაცხელას უთვალიერებ. დროზე რომ ამაზულყო საქართველოს შეელებოდა. ყიდვა ევროპის ჩემპიონატის მამარდა და ლუნარ ნიუ იერს, მაგრამ ლუნარის ავრჩიე თან მაქსიმალური 95-იანი. და 47 მილიონად უნდა ვიყიდოთ სხვა გზა. 56-ად. Almost 16 მილიონად. იყიდა ხორდიალბაც მამარდას, აქ მამარდა დროზე მქონდა აღებული და აღარ ჩამეწერია ის მომენტი და გუნდი ეს არის ხო ჩემი თავარი გუნდია ეს. ზემენაზე მუსიალა კაკა მყავს და სტატოში ესენი. გადავედით ახლა მეორე გუნდში და დავაყენოთ
ხორდი ალბათ მამარდაშვილი და უნდა ავიდეს 100 მაღლა 98 ხორდი ალბათ და წესი უნდა ავიდეს 100 მაღლა მამარდაშვილით შევიყვანოთ მამარდაშვილი და 101 პლუს 3 მამარდაშვილით და ჩვენი მიზანი შესრულებული არის და გუნდი გვყავს 101-იანი რაც კარგია ძალიან უკვე 101-იანია ჩვენი მისია გუნდის აწყობისთან დაკავშირებით არის შესრულებული და მე ის გადამჩა რომ დაგემშვიდობოთ ნახვამდის და არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს დალაქება. Bye bye.